თუ ბოლო პერიოდში მეტროში გავლა მოგიწიათ, ალბათ შეგხვდებოდათ ბანერი, რომელიც გვეუბნება, რომ მეგობრობას განსაცდელი გააძლიერებს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ დიდი ალბათობით ამ ტექსტის ავტორი მეგობრებთან ერთად არც დასასვენებლად ყოფილა და მით უმეტეს არც ფორმულა 1-ის ტიტულისთვის უბრძოლია. სამწუხაროდ ჩემთან ერთად ბათუმში ვერ წაგიყვანთ, მაგრამ ნიკოს და ლუისის ისტორიის გადახედვას წინ არაფერი უდგას. აბა თუ გამოიცნობთ რა მოხდება თუ მუშათა კლასის და შეძლებული ოჯახის შვილებს ერთმანეთს შევახვედრებთ. კი გემი ჩაიძირება, მაგრამ ჩვენ სხვა ხალხს ვსაუბრობთ. 1997 წელს ჯეიმს კამერონმა ტიტანიკი გამოაგდო, ხოლო ამავე წელს ჩვენმა გვირგვინებმა ერთმანეთი გაიცნეს. სტანდარტული ოჯახიდან წამოსული ლუის ჰამილტონი, რომლის მამასაც დამატებით სამსახურში მუშაობა უწევდა, შვილის კარტინგის კარიერის დასასპონსორებლად. ხოლო ისტორიის მეორე მხარეს ბრიტნი კერდა ნიკო როსბერგი იყო. ადამიანი, რომლის მამაც ჯუან მირის სტატისტიკით მსოფლიო ჩემპიონი გახდა. კი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კეკემ უილიამსით აღებული 1 რბოლითა და 6 პოდიუმით მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო. პატარა ბავშვებში, მით უმეტეს ბიჭებში მეგობრების გაჩენა რა მარტივია, ალბათ გეცოდინებათ. ზუსტად არავინ იცის, მაგრამ დაახლოებით ლუისა და ნიკოს შორის ასეთი დიალოგი შედგებოდა. მანქანები გიყვარს? კი. შენ? მეც. პიცა? კი. მიზმაკაცოდ? რავი, კი. ხო, პიცის ამბავი ჩემი ჩამატებული არა. კუბიცას აქვს ნათქვამი, ეს ორი ერთმანეთს ჭამაშიც ეჯიბრებოდაო. და კი, რობერტს არც აქ გაუმაზავს შანსი და საიდუმლო გაგვანტო, რომ ბიჭებს როგორც ჭამის, ისე კვალიფიკაციის სტეპში ჯობდა. ჩასახ კონკურენციას არაფერი ჯობია. სწორედ ასე მოხდა ორი ახალგაზრდა დინო კიეზას მაკლარენ მერსედესის კარტინგების გუნდში. ნიკო და ლუისი ერთად ცხოვრობდნენ, ჭამდნენ, სვამდნენ, გულაობდნენ და მატრასებსაც ისროდნენ ფანჯრიდან. ისე წამის წარმოიდგინეთ, რა საშინელი გზნობა იქნება ჩაბარებული ბავშვი ფანჯრიდან მატრასს რო ისვრის. დედამისაც ვერ დაურეკავ, როგორი აღამის ამ საათზე მსოფლიო ჩემპიონი გააღვიძო. თქვენი შვილი დებილად ჩამოგიღალებებიათ კალბატონო. კიდე გაიმოყდა ეჭი. ამდენადაც ერთნაირები არ უნდა ყოფილიყვნენ ბიჭები, განსხვავებას კოჭებში ეთყობოდათ. ლუისი ჩვეულებრივი ტალანტი იყო. ბიჭი, რომელიც ურემზეც რომ დაგესვა, მოირგებდა და კონკურენტუნარიანი იქნებოდა. ხოლო ნიკოს რაც შეეხება, გერმანელი სრულფასოვანი ინჟინერი იყო. აი, ტვინისბურგის ბავშვები რო გეკითხებიან, ხო იცი წვიმა რატო მოდისო? აი, ეგრე იყო ნიკო. უბრალოდ წყლის აორთქლების ნაცვლად საბურავის გადახრის კუთხეზე ჭამდა ტვინს. არავისთვის უცნობი ფაქტი არაა ის, რომ მშობელს არ უნდა თავისი შვილი 300 კმ/სთ მოსახვევებში დაქროდეს. თუ რა თქმა უნდა, ნიდერლანდელი ავადმყოფი არაა. მაგრამ მშობელი ისი მშობელია თუ ბავშვს ბოლომდე გვერდში არ დაუდგა. ენტონი ჰამილტონი მამასთან ერთად ლუისისთვის ინჟინერი, მექანიკოსი, აგენტი და რაც თავარია მოტივატორი იყო. თუ გაინტერესებთ ამ კაც პილოტების გამხნევება როგორ შეუძლია, ის აქ აჯარს გითხეთ. იქეთ კეკე როსბერგი, რომელიც ნიკოსთან გვერდში ედგა, მაგრამ მაინც სხვა მხარეს ეკაჩებოდა. ისე როგორია შენი მეგობარი და კონკურენტი საბურავების მენეჯმენტში რომ ემზადება და შენ ინგლისურში. გასლი ოკონის ვიდეოდან გეცოდინებათ, რომ ფორმულა 1-მდე გზა შეიძლება პილოტებმა განსხვავებულად გაიარონ. მარტივად რომ თქვა, ამ მწვერვალზე ეს ორი ლიფტით ავიდა. ლუისმა ერთი ხელის მოსმით მოიგო ფორმულა რენო, სადაც არც მეტი არც ნაკლები პოლდირეს დასაჯობა და AR-ით GP2-ით წამოიღო. ნიკოს რაც შეეხება, ფორმულა BMW ADAC-ი მოიგო, შემდეგ GP2 პირველივე წელს, როგორც ლუისმა და უილიამსში მოხვდა. არა, მართლა მოხვდა და არ გადასულა. უილიამსმა ჩვეულებრივი SAT-ის ტესტი დააწერინა ნიკოს. იმის გამო, რომ 2005-ში ნიკ ჰაითფელდი მოტოციკლეტის ინციდენტის გამო გაიტრამვა, სერ ფრენკ უილიამს პილოტების ბაზრისკენ გახედვა მოუწია. ჩვეულებრივი გუნდის უფროსები მრბოლელის ჯიბეებს უყურებენ, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. ნიკოს ინჟინერიის ტესტი დააწერინეს, იმის გასაგებად თუ როგორ იცნობდა ბოლიც. როსბერგმა ტესტი ჩააბარა და 579-ს გაიჯიბა. დარწმუნებული ვარ, ნიკო ქართველი რო ყოფილიყო, მისი კარიერა საერთოდ სხვანაირად წავიდოდა. MIT-დან მიღებული ოფერი ბრიტნიმ დააუარა და ვრუმებში წავიდა. წავიდა, მაგრამ ის უილიამს კოსვორტი არსად მიდიოდა. ნიკომ სეზონი 4 ქულით და 7 DNF-ით დაამთავრა. როსბერგს დიდი ხანი მარტოყოფნა არ ეწერა და შემდეგ წელს ლუისმა შემოაღო ფორმულას კარიერა. შემოაღო რა, შემოიტანა და დაგვადო თავზე. ჰამილტონმა იმ წელს 17 რბოლაში 9 პოდიუმი, 6 პოული და 4 გამარჯვება იზეიმა. ტიტულამდე კი მხოლოდ 1 ქულა დააკლდა. სამაგიეროდ თანაგუნდელის ეგოში არღია. ბრიტანელმა ორგზის მსოფლიო ჩემპიონ ფერნანდო ალონსოს არაფერი დაუთმო. ესპანელს ეგონა გუნჯი პრიორიტეტებით ისარგებლებდა, მაგრამ მაკლარენებს როდის ყარებიათ ერთი პილოტი მეორეზე მეტად. ნიკო უილიამსში ფაფხურობდა, მაგრამ ეთყობოდა პერსპექტივა, რაც გერმანელს გააჩნდა. იმ უილიამსით პოდიუმებზე ასვლა მარტივი საქმე არ იყო. ლუის რაც შეეხება, ამ პერიოდში მსოფლიო ჩემპიონობას მოასწრო და გემოვნების დახვეწაც. პოლო მაისურებიდან ბრიტანელი მეტგალას ლუკებზე გადავიდა. ეს ორი იდეალური მაგალითია იმის გასაგებად, რომ ყველას თავისი პრიორიტეტები აქვს ცხოვრებაში. ლუისი ვალენტინოს სახელთან მეტგალას თავმჯდომარეა, ხოლო ნიკო YouTube-ზე კონტენტ კრეატორი. აბა თუ გამოიცნობთ, რა საერთო გვაქვს მე და იმ ტიპს, რომელმაც 7 გზის მსოფლიო ჩემპიონი ლუის ჰამილტონი იდენტური ბოლიდით დაამარცხა. ხოლო ჩვენი ისტორიის მთავარ შემოქმედს რაც შეეხება 5 წლის მერე ღამის 3 საათზე დაფეილებული სიტუეიშენში პირო მოგწერს დაახლოებით ეგრე მოbrunდა მერსედესი რბოლებში. გერმანელები 1955 ლემანის ინციდენტის გამო საერთოდ ყველა ავტოსპორტის დისციპლინას გამოეყვნენ. არა და ეს ზუსტად იმ ფანხიოს პერიოდია დღემდე გულშემატკივრებს საუკეთესოდ რომ მიაჩნიათ.
ნუ 94 და როგორც ძრავის მომწოდებლები კი იყვნენ სამეფო სპორტში, მაგრამ 2000 წელს საბოლოოდ შემოდგეს ფეხი. თქვენის ნებართვით შუმახერის პერიოდს გადავახტები და პირდაპირ 2013 წელზე გადავალ. სადაც ნიკი ლაუდას დაჟინებული ჩიჩინით 7 გზის მსოფლიო ჩემპიონი მომავალმა 7 გზის მსოფლიო ჩემპიონმა ჩაანაცვლა. ლუისის დაკერილი გოგოების სია კარგად ვიცით, მაგრამ აქეთ როგორ შეაბეს ჰამილტონი ძალიან საინტერესოა. ლუის, იცი შენ ძალიან სწრაფი ხარ. ჩვენ არც ისე, მაგრამ შეგვიძლია ავჩქარდეთ. და ნახე შენი ძმაკაცის ყავს. ისე Mercedes-ი turbo ჰიბრიდერას ესე რო ვერ მორგებოდა საინტერესოა რა შედეგს მივიღებდით. გერმანელები არ ვიცი რა სელოდნენ, როცა ორ ძალიან ძლიერ პილოტს საუკეთესო მანქანას აძლევდნენ. მაგრამ ერთმანეთს რო არ დაზოგავდნენ, ტოტო უნდა მიხვდარიყო. 2013-ის მალაიზიის გრან-პრიზე ბიჭებმა ბენგერი ტრეილერი შემოგვიგდეს მათი მომავალი ბრძოლების. უბრალოდ multi-21-მა ყველაფერი გადაფარა. ნიკოს ხარებზე შეტევა უნდოდა, მაგრამ როსბრაუნმა ლუისის უკან დარჩიო. ღმერთო ჩემო, მალაიზიაში ვიღაცას ადგილი შენარჩუნებად ხოვეს და მართლა გაჩერდა. ბიჭებს იმ სეზონში ერთმანეთის მიმართ პატევისცემა არ მოკლებიათ, მაგრამ ყველაფერი წარმავალია. სკამიც, თანამდებობაც და მეგობრებიც. ამ შემთხვევაში საწყისი კი turbo ჰიბრიდული ერა აღმოჩნდა, სადაც Mercedes-მა მონსტრი გამოაგდო. ვერცხლისფერმა ისრება 3 წლის განმავლობაში 49-დან 51 ერბოლა მოიგეს. ნიკოსა და ლუის შორის ჩორტი კი ბაჰრეინის გრან-პრიზე ჩავარდა, სადაც ბიჭებს გუნდმა დაშოშმინებისკენ მოუწოდა. ნიკოს კი ეს მოგებული რბოლა იმდენად მოეწონა, რომ თავისი უთხმარხზე დაარიაქთა კიდევაც. ოღონდ ეს ყველაფერი შეთანხმების დარღვევით შეძლო. ნიკომ ეს რბოლა ფაქტობრივად საკვალიფიკაციო ძრავის რეჟიმით იარა. ძრავის მეტი რესურსის გამოყენებით ელემენტი მეტ ენერგიას ხარჯავდა. ნუ ინჟინერება კი უთხეს, ეგ არ ქნაო, მაგრამ ამავე შორის იყო რასაკვირველია კონტაქტები, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკურიც. 2014-ის სპა, სადაც ლუისმა ნიკოს უკანასაბურავს აკოცა. რის შედეგადაც რბოლა რიკიარდომ მოიგო, ხოლო ნიკოს 80,000 ბელგიელი პოდიუმზე უსტვენდა. მანამ სანამ გერმანელი შამპანურს უხლუს უნებდა. 2016-ის ავსტრია, სადაც ზუსტად იგივე მოხდა, ოღონდ პირიქით. ამ შემთხვევაში ნიკო გამოეთიშა რბოლას. 2015-ის კულდაუნ რუმში ლუისის ნასროლი მეორე ადგილის კეპი და ლეგენდარული ბარსელონა, სადაც ორივე გაიხრეშა. მაქსმა კი კარიერაში პირველად მოიგო ფორმულა 1-ის რბოლა. ნიკო და ლუის ყველაფერს აკეთებდნენ მოსაგებად. როსბერგმა ველოსიპედით ვარჯიშიც კი შეწყვიტა ფეხის კუნდის ხაზზე ზედმეტი ზონა რომ არ მოემატებინა. განსხვავებით ჩვენგან ზღვაზე წასვლამდე ერთი კვირით ადრე ტიტველი ინფლუენსერისგან შარდმდენ გასახტომ ჩაის რო ყიდულობ. ამის მერე იყო წინდების გადაჭრა, ზედმეტი გრამები რომ მოეშორებინა. ნუ წესით უნდა მივხვდარიყავით რა დონეზე მიიყვანა ლუისმა გერმანელი. მაგრამ ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და 2-0 წაგებული ჩემპიონატის მესამე წელს ნიკო როსბერგმა ნანატრი ტიტული აღმართა. ხოლო 5 დღის მერე კარიერა დაამთავრა. ლოგიკურად ეს ცირკი როსბერგის წასვლის მერე უნდა მორჩენილიყო, ხო? არა. ნიკომ იდეალურად მოიგო სოციალურ ქსელში იმ ადამიანის როლი, რომელიც მონაკოში ცხოვრობს, დეილი ვლოგებს იღებს და ყოველ ვიდეოში გამოიწერეთ არხის ნაცვლად ამბობს, რომ ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ლუის ჰამილტონს იდენტური ბოლიდით ჩემპიონატი მოუგო. აბა წამით წარმოიდგინეთ დღევანდელ ფორმულა 1-ში გუნდებმა ისე რომ დაიწყო ბრძოლა, როგორც ეს ორი აკეთებდა. დიდი ალბათობით გუნდის სეზონის შუამდეც ვერ მიატანდა. არც კი ვიცი რომელ გუნდზე ვსაუბრობ და საერთოდ არავის არ უნდა მიაგებ. ასე იყო თუ ისე ნიკო დღეს Sky Sports-ზე დასკრიპტული ინტერვიუებით გამოჩნდება ხოლმე. ტოპ პილოტების ლისტს ადგენს და ფანებს განწყობაზე ზრუნავს. ლუისი კი ფერარიში რა შვება ღმერთმა იცის. რომ შევაჯამოთ, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენი ჩემპიონატის თასი გაქვს სერვანში შენახული, ან რამდენი გადაჭრილი წინ და კარადაში. შენი პირველი კონკურენტი ყოველთვის შენი თავი იქნება და იზმაკაცი მატრასი როს როულეთ ერთად ფანჯრიდან. რბოლაშიც და გონებრივ თამაშებში ვინ მოიგო, ყველა ვნახეთ. ის ვიდეოს ხომ ნახეთ ამდენი ხანი რომ მithოვდით. ასე რომ შეგიძლიათ ახლის იდეები კომენტარებში დაწეროთ. ხოლო მე მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით.